უფალო ჩემო იესო ქრისტე, გრიგოლის სიტყვებია, ღმერთო, მოწყალებით მომიძეღვი მე ქვეყანათა ამათს, სამთა თანა მოყვასთა კეთილთა მღვდელთა, ანუ თავის სამ მოწაფეზე საუბრობს, რომელიც კეთილი მღვდლები არიან, ამ ქვეყანაში მიგვიძღვი წინ, რათა სიკვდილამდე მარადის დაუყუდებლად, ანუ შეუფერხებლად, რომ ესენი ჩემი სულიერი შვილები, ჩემი სამი ძმა, რომელთან ერთად ამ ცხოვრებაში ჩვენი წინამძღვარი ხარ, გევედრები, რომ ეს სამი ჩემი სულიერი შვილი სიკვდილამდე მარადის შეუფერხებლად შენ და მის შემწირველთა მსხვერპლთა მათ უსისხლოით, ანუ უსისხლო მსხვერპლს შესწირვიდან შეუფერხებლად. ეს არის მათი მთავარი საქმე. და წმინდათა და მრავალთა სულთა ნავსაყუდელ ყვენიგინი, წმინდათა და მრავალთა სულთა ნავსაყუდელი, ანუ წმინდა ღვთისნების მაძიებელ ადამიანთა ნავსაყუდელი გახადე ეს ჩემი სულიერი შვილები, ანუ მათი გადამჩენელები, მათი მაცხოვნებელი და ხომ გარდაიცვლებიან ჩემი სულიერი შვილები და ეხლა აგძელებს შემდგომად სიკვდილისა მათისა ღირს ყვენ უოხჭნოთ, ანუ დაუსრულებლად მსახურებად ზეცისა, საკურთხევლსა, ანგელოსთა თანაწმინდათა. ფაქტობრივად წმინდა გრიგოლი მთლიანად აი ასე გვაწოდის თავის მღვდლობას, თავის მოწაფეების მღვდლობას და გამსჭვალულია მთლიანად მისი მსახურება, იმიტომ არის დიდი მღვდელი, რომ გაცნობიერებული აქვს და ცხოვრების წესით ეს მის გაცნობიერებულობა სრულად არის გამოვლინებული, რომ მღვდელი ხდება ადამიანი იმისათვის, რომ მუდმივად უსისხლო მსხვერპლს წირავდეს და სხვა ადამიანებისათვის, რომლებიც წმინდანი არიან ღვთისნების მაძიებლობით, არა თავისთავად, ამ წმინდა ადამიანებისათვის მღვდელი იყოს ის ნავსაყუდელი, სადაც ისინი ცხონდებიან და გადარჩებიან. აი ეს არის უმთავრესი საქმიანობა მღვდლისა და წმინდა გრიგოლ ხანძთელი იმდენად დიდებულად წარმოაჩენს აი ამ თავის სამღვდელო მისიას და იმდენად ძლავრად რეალიზდა ეს ყველაფერი მასში, რომ მისმა მსახურებამ გამოიღო ის უდიდესი ნაყოფი და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესიის როლი არის უდიდესი ჩვენი სამშობლოს კონკრეტულად, რომელიც ერთი მთლიანი დიდი ეკლესია, იმიტომ რომ მონათრული ადამიანების ერთობა არის საქართველოს, როცა ვამბობთ, რომ ეკლესიის როლი არის უდიდესი ჩვენი ერის გადარჩენისათვის, ამაში ვგულისხმობთ უდიდეს პასუხისგებლობას, რომ გქონდეთ გაცნობიერებული თუ რას ნიშნავს იყო მღვდელი. ნიშნავს არა იმას, რომ ლოზუნგებით ლაპარაკობდე და შენი სიტყვა და საქმე ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყოს, ან თუნდაც ღვთისმეტყველებაში ძალიან მაგარი განსწავლული იყო, ან ყველაზე უკეთესი გეგონოს თავი, ან გარედან ესხმოდე ეკლესიას. მღვდლის საქმე ეს არის უსისხლო მსხვერპლს შეწირვა, რითაც გადაარჩენს სულს და გადაიქცევი წმინდა ადამიანებისათვის და კიდევ ერთხელ განმარტავ, წმინდას არა თავისთავად, არამედ ღვთისნების მაძიებელი, წმინდა ნიშნავს ღვთისნების მაძიებელი ადამიანებისთვის გადაიქცევი იმ ნავსაყუდელად, რომელშიც ისინი ეს ადამიანები ქრისტეს იპოვნიან. და შენი შემხედვარე და შენი მრევლის და სულიერი შვილების შემხედვარე სხვები, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან, შენს თქვათ სოფხედელობრივ ამ სამყაროში როგორ ხედავ ამ სამყაროს სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, ამით კი არ დაინტერესდებიან. შენში დაინახავენ ქრისტეს ნათელს და ისინი შემოგიერთებიან. ხოლო ის, ვინც ქრისტეს არ ეძებს ამ სამყაროში, იმისთვის სულ ერთია, შენ მღვდელი ხარ, მღვდელი არა ხარ, ის შენ გამოგიყენებს როგორც მას უნდა და მერე გადაგაგდებს. გესმით? და ძალიან მაგარი სირცხვილია, როდესაც ეკლესია იმ დონეზე დაკნინდება, რომ ქრისტეს მსახურება ზურგში აქცევს და ამ ქვეყნიური პრობლემების გადაჭრას ეცდება. ეს არ არის ეკლესიის საქმე. ეს არის საერო ადამიანების საქმე, ყველა თავის სინდისის მიხედვით ფიქრობს და აკეთებს, ხოლო ჩვენი საქმე არის ერთადერთი, დავინახოთ ქრისტე, მთელი არსებით ვემსახუროთ მას და სხვებსაც ეს დავანახოთ.